გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 17-ზე მე ქეთი ქაშაკაშვილი ვარ, გამოშვებაში ნახავთ. ოპოზიცია და თვითმმართველობის არჩევნები, ვის რა პოზიცია აქვს, დეტალები ქრონიკაში. პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში გაემგზავრა, აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ცერემონია გაიმართება. ხვალ კი ირაკლი კობახიძეს თურქმენეთის პრეზიდენტი პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერისა და თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილის ხელმძღვანელობით საქართველოსა და თურქმენეთის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართება, რის შემდეგაც დარგობრივ უწყებებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები გაფორმდება. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა. საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ბელგიის, ლუქსემბურგის, დიდი საჰერცოგოს, მალაიზიის, გვატემალის, პაკისტანის და ტაჯიკეთის ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა. შეხვედრებზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგი მიმოიხილეს და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრამდე ელჩებმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებს გიორგი ზურაბაშვილს და ხათუნა თოთლაძეს. ელჩები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძის ეწვივდნენ და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ. ესტონეთის მიერ სანქცირებული საქართველოს მოქალაქეების სია ოპოზიციამ და NGO-ებმა ერთობლივად შეადგინეს, ირკვევა, რომ სია ეკა გიგაურის ორგანიზაციის შეხედულებების მიხედვით შეიქმნა. მაგალითად, ლაშა ტალახაძე იმის გამო დაასანქცირეს, რომ როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობას საქართველო მიუთითებს, ის აგრესიულობით გამოირჩევა. ირკვევა ისიც, რომ ეკა გიგაურმა საერთაშორისო გამჭვირვალობის რეგისტრაციის ადგილი საქართველოდან ესტონეთში გადაიტანა. ორგანიზაციის თანამშრომლები დღეს იმედის გადამღებ ჯგუფს დაემალნენ. რეჟიმის პროპაგანდის ამოცანა არის, რომ შექმნათ მტრის ხატი. მე არ მაქვს პრობლემა, ვაღიარო, რომ დიახაც მხარს უჭერ ყველა მოძალადის, ვინც ხელი აღმართა საქართველოს მოქალაქეებზე, იყოს დასჯილი. ყოველთვის ტალახაძე და არ მაინტერესებს ქართული ოცნების ნებისმიერი მსახური, რომელიც ამართლებს ძალადობას, მას უნდა შეექმნას დისკომფორტი. სრული აბსურდი, როდესაც ადამიანებს ასანქცირებენ იმ მიზეზებით, რაც არის მითითებული, ჩვენ მხოლოდ ერთი განცდა გვჭება, რომ განსაკუთრებით ლაშას შემთხვევაში პირადი შურისძიება თუ რაღაც ტიპის ვენდეტასთან გვაქვს საქმე. ვცდილობენ ისეთ ადამიანებს დაარტყან, რომ ჩვენ არაერთხელ ვახსენეთ, დაარტყან, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობენ საზოგადოებაში. ეს აღარ არის ქართული ორგანიზაცია, არანაირი გაგებით, იგი დაფუძნებულია, გადაიტანეს თავისი ორგანიზაცია ესტონეთში, სხვებმაც სხვათა შორის ეს არის ერთადერთი ორგანიზაცია. ამას რამდენიმე მიზანი ჰქონდა ჩვენი აზრით. პირველი ეს იყო, რომ გაქცეოდნენ ქართულ კანონმდებლობას, გამჭვირვალობის კანონმდებლობაზე მაქვს საუბარი. ბუქარა სანქციებით გრძელდება. ევროკავშირის პრესამსახურის ოფისი ამბობს, რომ ბალტიის ქვეყნების გადაწყვეტილებას ითვალისწინებს. ამ ინფორმაციას ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. მართველი გუნდი ლობიზმზე საუბრობს. არანაირი კონსპირაცია საქართველოს ირგვლივ არ არსებობს. არც ამერიკის შეერთებულ შტატებში, არც ევროპაში. ისინი არიან მეგობრები, რომლებიც მხარს უჭერენ 30 წელზე მეტია საქართველოს თავისუფლებას. სულ ეხლა ხანს ვისმენდით მეთიუ მილერის განცხადებებს და მოსყიდული ჟურნალისტის განცხადებებს და მათ შეხმატკბილებულ საუბარს. ეხლა ეს ფორმატი გადმოვიდა ევრობიუროკრატიის სივრცეში. ეს განცხადებები ყველაფერი მიმართულია იმისაკენ, რომ როგორმე დაძაბოს ვითარება, როგორმე კიდევ დამატებითი საწვავი ჩაუსხას იმ აქციებს, რომელიც ქუჩაში მიმდინარეობდა. საგარეო საქმეთა მინისტრები გამოგზავნეს ქვეყანაში და აქ სისხლის ზღვრისკენ მოწოდებები იყო ყოველდღიური თითქმის. გრძელდება ეხლა ეს პოლიტიკა, მაგრამ გრძელდება იმ ფორმატიდან გადმოიტანეს ეხლა ამ ფორმატში. იგივე სცენარი ვითარდება, რასაც ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში ვადევნებდით თვალს ვაშინგტონში. სავარაუდოდ ვიხილავთ 1-2 გვარს და სახელს ჟურნალისტის სახით, რომელიც შემდეგი თვეების განმავლობაში რატომღაც იქნება განსაკუთრებით დაინტერესებული საქართველოს საკითხით და ასევე პრესპიკერი, რომელიც ასევე განსაკუთრებული ინტერესით და კომენტარებს ხოლმე ევროკავშირზე. ჩვენ რასაც უხედავთ, ეს არის კიდევ ერთხელ
ცდელობა ქვეყანაზე ზეწოლის ერთი და მეორე რომ ქვეყანაში აქ საქართველოში შექმნან დღის წესრიგი. ბარიერ გადალახული 4 ოპოზიციური პარტიის ლიდერები და ნაწილი მედიასთან არ ჩნდება, ნაწილი კი ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ გეგმავს, ან მათი პასუხი ბუნდოვანია. მმართველი გუნდის შეფასებით ოპოზიციას არჩევნებში წაგების ეშინია. 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება ხალხის ძალა. თემის შემოყვანა ეხლა როცა ქვეყანა არის პრაქტიკულად გზაგასაყარზე და ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას აქვს მიტაცებული ხელისუფლება, ადგილობრივი არჩევნებზე საუბარი არის გადატანა ყურადღების. ამიტომ ყველას გირჩევთ, რომ ფოკუსი გააკეთოთ იმაზე, რაც ქვეყანას ჭირდება, ქვეყანას ჭირდება ახალი არჩევნები. დღევართ ამ ხალხთან სტრატეგია აღმაშენებელი, რომელიც არის ქუჩაში გამოსული და ვიდრე ამ ხალხის მოთხოვნები არ შესრულდება ახალ არჩევნებთან დაკავშირებით, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მოძალადეების დასჯასთან დაკავშირებით, ჩვენ არც ერთი სხვა საკითხის განხილვას არ ვაპირებთ. ბუნებრივად მათ იმედი აღარ აქვთ, რომ სერიოზული პროცენტები ექნებათ არჩევნებში, მაგრამ ალოგიკურობა რაშია ახლა? ალოგიკურობა იმაშია, რომ დღეს ეს ხალხი ითხოვს არჩევნების დანიშვნას, მაშინ, როდესაც არჩევნები დანიშნული არის ოქტომბერში. თუ სხვა ტიპის არჩევნები ჩატარდება, ფორმულა, რომ ხალხი მხარს არ გიჭერდეს და ისე მაინც მოიგო არჩევნები, ამისთან არ მოუგონია არავის დედამიწის ზურგზე. ერთადერთი აქვს მოგონებული კოლექტიურ ნაცმოძრაობას, რომ თუნდაც მიიღოს 10,000 ხმა, მაინც უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში. ჩვენ რა თქმა უნდა მივიღებთ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, რა ფორმით და რა კონფიგურაციით ამას რა თქმა უნდა წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაიგებს საზოგადოება. ოპოზიციას ვეღარ უწოდებ ისეთ პარტიებს, რომლებიც არ არიან პოლიტიკურ პროცესში ჩართული. ეგ არის ფაქტი. თუ კი არ მიიღებენ მონაწილეობას, ამაში სიკეთე არაფერი არ არის, იმიტომ რომ საზოგადოებას ჭირდება ოპოზიციური აზრები ერთმანეთთან დაპირისპირებული, რათა შესაბამის დასკვნები გააკეთოს. მაგრამ თუ კი არ მიიღებენ მონაწილეობას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანამ უკან უნდა დაიხიოს. პირიქით, პროგრესი გრძელდება, ჩვენ უნდა სტაბილურობა შევინარჩუნოთ, იმიტომ რომ პროგრესი ამის გარეშე არ არსებობს. ბევრი ფაქტორის ერთობლიობა განსაზღვრავს მათ ამჯერად ამ ეტაპზე მათ უარს. პირველი ეს არის ის, რომ დიახ, მათ არ გონიათ, რომ ქართულ ოცნებასთან რეალურ კონკურენციაში შევლენ და მეორე, ამ საარჩევნო კამპანიაში შესვლით მათ მოუწევთ მოსახლეობისთვის ძალიან რთულ პასუხებზე გაცემა კითხვების, პასუხებზე, რომელიც უკავშირდება მათ შორის უკრაინაში ომს და მათ გადადგმულ ნაბიჯებს, თუ რისკენ უბიძგებდნენ ქვეყანას. გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით დაკავებულია 1977 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლები პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის დეკემბერში დაკავებულს დაუკავშირდა მეგობარი და როგორც მის სანდო პირს გარკვეული საკითხის მოგვარება შესთავაზა, სანაცვლოდ კი შესაბამის თანხას მიიღებდა. შეთავაზებაზე დათანხმების შემდეგ დაკავებულს დაუკავშირდა ბაჩიაშვილის მამა, რომელმაც კონკრეტულ მისამართზე მისვლა სთხოვა და გიორგი ბაჩიაშვილი გაიცნო. ბრალდებული 5 მარტს დააკავეს, როდესაც ის სარფის გავლით ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. უწყების ცნობით ჩატარდა დაკავებული პირის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა. პოლიციის მიერ ამოღებულია ის სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც ბაჩიაშვილი და ბრალდებული გადაადგილდებოდნენ. ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველების მიერ ასევე ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები და ფული. აქ არის სამალავი? აქ იყო ჩამალული. რა ადგილზე გაუჩერე მანქანა, სანამ შეხვიდოდი საბაჟოზე. სად დახვედი თუ შესაძლოა? იქამდე რომელ სავარძელზე იჯდა წინ იჯდა უკან? შიგნიდან გადავიდა? შიგნიდან გამოვა. როცა გავიარეთ, მე უთხარი დაუძახე რომ გავერთო და ფიზიოლოგიური ისე შიგნიდან გააღო და გადმოწყვიტე ეს უკვე ნორს. და მე უკვე გადახდით. პირველ ეტაპზე გიორგი ბაჩიაშვილმა შქ-ს გადასცა Google-ის სატელიტური ტელეფონი და მოსთხოვა, რომ მხოლოდ აღნიშნული მოწყობილობით ჰქონოდა მასთან კომუნიკაცია. ასევე მას გადასცა ავტომობილის შესაძენად განკუთვნილი თანხა და დაავალა, რომ Toyota Camry-ის მოდელის მუქი ფერის ავტომობილი შეეძინა. ბაჩიაშვილის მითითებით დავალების შემსრულებელ პირს დღეღამის სხვადასხვა მონაკვეთში რამდენჯერმე უნდა გადაეკვეთა საქართველოს სომხეთის საზღვარი და იქ არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდებინა. ბაჩიაშვილმა მას ასევე მოსთხოვა ავტომობილის წინა
დაეყენა და უკანა საქარე მინაზე ვიდეო რეგისტრატორები დაემონტაჟებინა, რომლის ჩანაწერებიც მან საზღვარზე არსებული ვითარების შესწავლის მიზნით თავად გაშიფრა. გამოძიებით გინდება, რომ ბაჩიაშვილმა შქ-ს მოსთხოვა რამდენიმე დღე მისთვის მანქანა კონკრეტულ მისამართზე დაეტოვებინა, რადგანაც მან სპეციალური სამალავის მოწყობისთვის გამოიყენა. ამის შემდეგ ბაჩიაშვილმა შქ-ს გაუმხილა, რომ სახელმწიფო საზღვარი ფარულად მას უნდა გადაეკვეთა. წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, მიმდინარე წლის 2 მარტს გიორგი ბაჩიაშვილი და შქ საქართველოს სომხეთის საზღვრის მიმართულებით გაემართნენ. გამოძიებით გინდება, რომ სადახლოს გამტარი პუნქტის სიახლოვეს გიორგი ბაჩიაშვილი ავტომობილის უკანა სავარძელსა და საბარგულს შორის წინასწარ მოწყობილ სამალავში მოთავსდა. შქ მისი კუთვნილი ავტომობილით მივიდა სადახლოს გამტარ პუნქტთან, გაიარა საპასპორტო კონტროლის შესაბამისი პროცედურები, მათ შორის მესაზღვრე კონტროლიორებმა შეამოწმეს აღნიშნული პირის დოკუმენტები და მოხდა სატრანსპორტო საშუალების ვიზუალური დათვალიერება. აღნიშნული პროცედურების გავლის შემდეგ ისინი გაემართნენ სომხეთის საზღვრის მიმართულებით. სომხეთის სასაზღვრო გამტარ პუნქტთან გიორგი ბაჩიაშვილი გადმოვიდა ავტომობილიდან და მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტი წარადგინა, რის შედეგადაც გადაკვეთა სომხეთის სახელმწიფო საზღვარი. ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ერევნის საერთაშორისო აეროპორტში მისვლის შემდეგ გიორგი ბაჩიაშვილმა შქ-ს მოსთხოვა დაებრუნებინა სატელეფონო მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც ისინი ერთმანეთზე კონტაქტებოდნენ. გადასცემას დაპირებული თანხა და ურჩია, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე ქვეყანა დაეტოვებინა. დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისების საქმე დასკვნით ეტაპზეა. გიორგი ბაჩიაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმის პროკურორის განცხადებით, ბრალდებულმა არ შეასრულა გირაოს პირობები და დაარღვია კანონი, რაც მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველია. რაც შეეხება ბაჩიაშვილის უძრავ ქონებას, რომელიც მას გირაოს უზრუნველსაყოფად ჰქონდა ჩადებული, პროკურორის თქმით, პირობების დარღვევისა და მისი ამოღების მიზნით აღსასრულებლად უნდა მიეცეს შესაბამის ორგანოს. ბაჩიაშვილი დისტანციურად ვერ დაიკითხება, მოსამართლემ განმარტა, რომ ის მართლმსაჯულებას თავს არიდებს და მიმალვაშია. მას სურდა, რომ სასამართლოსთვის მიეწოდებინა დეტალური ჩვენება მომხდარი ფაქტის შესახებ, თუმცა სასამართლომ ეს არ გაიზიარა. აღნიშნული შემდეგ ვითხოვდით ჩვენ მტკიცებულებების ნაწილის გამოქვეყნებას პროცესზე, რაც დაკავშირებული იყო ბრალდებულის გამოკითხვასთან და ამის საპროცესო უფლებაც მას გააჩნია შიდა კანონმდებლობით, ამაზეც ვეთქვა უარი. ბრალდებული მიმალვაში მყოფება თავს აიღებს მართლმსაჯულებას და აყენებს მსგავსი შინაარსის შუამდგომლობას. ის იმდენად სამართლებრივად დაუსაბუთებელი არის, რომ რაღაც ინტერპრეტაციას და რაღაც სიღრმეების შესვლას საერთოდ არ საჭიროებს. დასრულდა მხარეების მტკიცებულების გამოკვლევა, ხვალ წარდგება, ხვალ მოხდება ჩემი დასკვნის სიტყვის წარმოქმნა, სადაც სრულად შევაფასებას ვთქვათ ყველა მტკიცებულებას. რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. ამ საკითხებზე გააკეთა ძირითადი აქცენტი ქართულმა დელეგაციამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-მე რაუნდზე. საქართველოს დელეგაციამ შეშფოთება გამოხატა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ უმძიმეს ვითარებაზე, მიმდინარე უკანონო მილიტარიზაციაზე და ამ კონტექსტში ოჩამჩირეში რუსეთის უკანონო საზღვაო ბაზის მშენებლობისა და სოხუმის აეროპორტის ამოქმედების ფაქტებზე. ქართულმა მხარემ ასევე დაგმო საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება და საოკუპაციო რეჟიმის ლიდერთან რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრა, რაც წარმოადგენს ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯებს და უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოს დელეგაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ორი პრინციპული თემა, ეს არის დევნილთა დაბრუნება და უსაფრთხოების გარემოს შეცვლა, რუსების შეიარაღებული ძალების გაყვანა ოკუპირებული ტერიტორიებიდან, მათ შორის საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა კონფლიქტის მოყვარების ფაზაში. ჩვენ გვაქვს ახალი განვითარება როგორც უსაფრთხოების, ისევე ჰუმანიტარულ თემებში. პირველ რიგში ეს არის სოხუმის აეროპორტის ამოქმედება, რომელიც არის ზოგადად უსაფრთხოების გარემოს გაუარესების ნაწილი და ასე ვთქვათ, აფხაზეთის შემდგომი მილიტარიზაციის და ოკუპაციის გაგრძელების, პოლიტიკის გაგრძელების ნაწილი. ეს საკითხები იყო ფართომჟელობის საკითხი. სამწუხაროდ ჩვენ კვლავ ხედავთ დესტრუქციულ მიდგომას მეორე მხრიდან. როგორც მოსაოდნელი იყო რუსეთის დელეგაციამ დროზე დატოვა სხდომათა დარბაზი, როდესაც საქმე შეეხო ჩვენი დროებით დევნილი მოსახლეობის თავიანთ სახლებში დაბრუნების საკითხს. თუმცა ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც აქამდეც გითხარით, ეს არის ჰუმანიტარული მიმართულებები, უკანონო დაჭერები, უსაფრთხოდ გადაადგილების საკითხები და ასევე რაც მნიშვნელოვანია სოხუმის
აეროპორტის გახსნის მიუღებლობა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და შპს შავი ზღვის ტერმინალს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა აზერბაიჯანელ სტუმრებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სამაგალითო მეგობრობის და პარტნიორობის კიდევ ერთი მაგალითია. ჩემთვის დიდი პატივია განგიცხადოთ, რომ ჩვენი კომპანია ვეტერანების საზოგადოებას აღჭურვილობით დაეხმარება. ეს ურთიერთობის დასაწყისია და ჩვენ დაინტერესებულნი ვართ ამ კომუნიკაციის გაგრძელებით. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს სოციალური პროექტია და იმედი გვაქვს, რომ მომდევნო წლებში ურთიერთობა კიდევ უფრო გაძლიერდება. უდიდესი მადლობა მინდა გადაუხადო ქალაქ ფოთის მერს, რამე თუ არა მარტო გვიმას მინძლა, ამჟამად საკმაოდ პრაგმატულად და საკმაოდ აზრობრივად ისაუბრეს და ვისაუბრეთ შემდგომი სამოქმედო გეგმების განხორციელებაზე. მადლობელი ვართ, რომ შესაძლოა მოგვეცა ამ ყველაფერში ვიყოთ ჩართულები და ჩვენი ვეტერანებისთვის მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთოთ და ასევე რა თქმა უნდა სამომავლოდ სხვა მნიშვნელოვან პროექტებზე, როგორც აზერბაიჯანულ მხარესთან, ასევე კომპანიასთან შევთანხმდით თანამშრომლობაზე. 2024 წლის მეოთხე კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 10%-ით გაიზარდა და 62 მილიარდი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. უწყების ცნობით ამავე პერიოდში ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი და ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა. პროდუქციის გამოშვებას იგი ზრდის ტენდენციით ხასიათდება. 2024 წლის მეოთხე კვარტალში მან 23.5 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.8%-ით მეტია. რაც შეეხება დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფას 2024 წლის მეოთხე კვარტალში მან 2367 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 170 ლარით მეტია. რეკორდულია როგორც ბრუნვის, ასევე გამოშვების და დასაქმების მაჩვენებლები. ბრუნვის მოცულობა გაზრდილია 10%-ით, ჯამურად დასაქმებულთა რაოდენობა მეოთხე კვარტალში დაახლოებით 30000-ით არის გაზრდილი, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 811000 საჭარბებს. რაც შეეხება საშუალო ხელფასის მოცულობა დაახლოებით 170 ლარზე მეტად არის გაზრდილი მეოთხე კვარტალში და საშუალო ხელფასის ოდენობა 2367 ლარს შეადგენს. რა თქმა უნდა, აღნიშნული პოზიტიური ტენდენციები განპირობებულია იმ სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკით, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს. განათლების სამინისტროს მხარდაჭერით ინტეგრირებული პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრების ციკლი წარმატებით დასრულდა. საინფორმაციო შეხვედრების შემაჯამებელი ღონისძიება თბილისის 122 საჯარო სკოლაში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს განათლების და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებმა. შეხვედრებში ქვეყნის მასშტაბით 1000-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. გვაქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ ჩვენ მაქსიმალურად ბევრ სკოლაში შევიტანოთ ინტეგრირებული პროგრამები. ეს ხელმისაწვდომობის გაზრდას უზრუნველყოფს, მოგეხსენებათ, სკოლებში შეტანა ამ პროგრამების და აქედან გამომდინარე ამ მნიშვნელობის გააზრება ახალგაზრდებისთვის და იმ სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლის სკოლაშიც იქნება ეს ინტეგრირებული პროგრამები. ეს საინფორმაციო კამპანიაც სწორედ ამას ემსახურებს. ხელს შეუწყობს იმას, რომ ახალგაზრდა ადამიანები სკოლიდან გამოსულები, სკოლა დამთავრებულები უკვე ჩაერთონ აქტიურ საქმიანობაში, ჩვენი მეშვეობით უკვე დაგეგმოთ თავიანთი კარიერა და დიდი მადლობა განათლების სამინისტროს ამ შესაძლებლობისთვის. აღნიშნული პროგრამების მდგრადობისა და განგრძელვადობის კუთხით პროფესიული უნარების სააგენტო დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან ერთად ახორციელებს მეორე ციკლს, მეორე ფაზას, რომელიც ემსახურება კურსდამთავრებულების დასაქმების ხელშეწყობას. და ისევ საქართველოს ოლიმპიურ მუზეუმში სპორტის დამსახურებული ჟურნალისტის თამარ ბალავაძის წიგნის ერთი ჩემპიონი ქალის ისტორია პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამული დაფინანსებით გამოიცა. ერთი ჩემპიონი ქალის ისტორია ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონ და პრიზიორ, ასევე მსოფლიოსა და ევროპის მედალოსან ქალებს ეძღვნება. ღონისძიებას სპორტსმენები, ჟურნალისტები და თამარ ბალავაძის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
23 გამორჩეული ჩემპიონი ქალბატონის ისტორია აქვს, მოთხრობილი. მე ვფიქრობ, რომ თითოეულმა ამ ქალბატონმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქართული სპორტის ისტორიაში. ძალიან ბევრი დიდი გამარჯვება მოუტანა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, დიდი სიხარული. მინდა წარმატება უსწრო თამარს, დიდი მადლობა გადაუხადო ამ ციგნისთვის და მეტი, რა თქმა უნდა, მეტი ქალი სპორტსმენი ჩართული იყოს სპორტში. ახლა რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ ეთერს და თესორდია განაგრძობს სტუმრებთან ერთად. მე ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის.